სცადება 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ოპოზიციის გეგმა. ნაწილი არჩევნებში მონაწილეობს, ნაწილის აზრით კი ხელისუფლების შეცვლას ქუჩიდან მოახერხებენ. როგორც ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, 4 ოქტომბერს მშვიდობიანი რევოლუცია მოხდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე. პარალელურად არ წყდება ურთიერთბრალდებებით თუ ვინ არის ქართული ოცნების მოკავშირე. მაგალითად, სალომე სამადაშვილის განმარტებით, ყველა ვინც არჩევნებზე არ მივა, ეხმარება ბიძინა ივანიშვილს. პარალელურად კეთდება განცხადებები, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლება დაცვის პოლიციის თანამშრომლების გამოყვანაზეც კი მსჯელობს, როგორც ანა წითლიძე აცხადებს, აღნიშნული ხალხის დიდი რაოდენობის გამოსვლასთან არის დაკავშირებული. განცხადებებს და ურთიერთბრალდებებს მმართველ გუნდში შიდა გადალაგებას უწოდებენ და ნებისმიერი მიმართულებით ოპონენტების მარცხზე მიუთითებენ. სალომე სამადაშვილი და ვისნაირი პოლიტიკოსები სიამდვილეში არიან მაშველი რგოლი ბიძინა ივანიშვილის ბოლო წლების მანძილზე, ეს ყველამ კარგად იცის. ასეთი პარკეტის პოლიტიკოსები ვერასოდეს ვერ დაამარცხებენ ავტორიტარულ რეჟიმს და ამიტომაც აქვთ ბრაზი იმ ხალხის მიმართ, ვინც რეალურად ებრძვის ავტორიტარიზმს. 4 ოქტომბერი არის უმნიშვნელოვანესი, ოღონდ ქუჩის აქციის საპროტესტო გამოსვლების კუთხით. ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვერწმუნებინა ლელო იმაში, რომ დიახ არჩევნების გზა არის, სწორედ ის გზა, რომელიც არის რეალური ბრძოლა ოცნების რეჟიმთან, ამომრჩევლის მარტო დატოვება პირისპირ ოცნებასთან, ეს არის დანაშაული და ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღესდღეობით საუბრობენ რაღაც მშვიდობიან დამხობებზე და ტყუილ მოლოდინებს უქმნიან ჩვენს მოსახლეობას, ეს პოლიტიკოსები არიან დღესდღეობით უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვიქნებით აი ამ დაანონსებულ ღონისძიებაში და რადიკალური სცენარის ანონსში არ ვიქნებით წარმოდგენილები. ჩვენ ვემზადებით ყველა მუნიციპალიტეტში გასამარჯვებლად და მზად ვიყავით იმ შემთხვევაშიც კი, ვინც ბოიკოტს აცხადებს, ისინიც თუ მიიღებდნენ მონაწილეობას. პირიქით ჩვენ მათ მოუწოდებდით ამდენად მიანიშნებს იმას, რომ ისინი მონაწილეობით ჩვენ საქმეს კი არ გააკეთებდნენ. ისინი მონაწილეობით უბრალოდ სტაბილურობისკენ გადადგავდნენ და საქართველოს საქმეს გააკეთებდნენ. ამით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ისინი ამის გაკეთებას არ აპირებენ. წარმოგიდგენიათ, ახლა ესენი რო კოალიციური მთავრობა იყვნენ, რა ქაოსი იქნებოდა საქართველოში. ამაზე რევოლუციაც და მშვიდობიანი დამხობაც არის ძალადობრივი ქმედებები. ის, ვინც უარს ამბობს არჩევნებზე, დეფინიციითვე არის ექსტრემისტი და რადიკალი. ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ თავადაც არ იღებენ და სხვასაც ხელს შეუშლიან, ესენი არიან უკვე შიდა ტერორისტები, რომლებსაც სურთ რომ მოქალაქეებს წაართვან ხმის უფლება. შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილი, ანუ ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმის თანაშემოქმედი, გახლავთ იმ პარტიაში, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებიც უნდა იყოსო და შემდეგ დამხობაც უნდა მოხდესო და ეს ზოგადად სხვადასხვა კალათაში რომ უნდა კვერცხები ჩაალაგონ, ეხლა ეს ქალბატონის სალომის პრობლემაა, როგორც ჩანს.